სწორედ ამ კითხვით მინდა დავიწყო ახლა თქვენთან საუბარი. ამდენი პატიმარი, რეჟიმის ამდენი პატიმარი, როგორ ვათავისუფლებთ ამ ტყვეებს ციხეებიდან? მარტივი ყველაზე მოკლე პასუხი ჩემი ეს არის ერთიანობით, მხოლოდ ერთიანობით შეიძლება გავათავისუფლოთ და ეს თემა შეგვიძლია გავშალოთ, იმიტომ რომ მე ბევრგან ვსაუბრობ და ალბათ მნიშვნელოვანია რომ საჯაროდ ძალიან ბევრი თემა გამოვიტანოთ განსახილველად, მაგრამ მოდი შევაფასოთ ახლა ვითარება სად ვიმყოფებით ჩვენ. ხო, ბოლო დღეებში ჩვენ ვუყურებთ ქართული ოცნების მხრიდან თითქოს სიგიჟე ნაბიჯებს, ხო? ერთდროულად საკანონმდებლო ინიციატივები, მედიაზე შეტევა, სამოქალაქო სექტორზე შეტევა, დაკავებების ახალი სერია, მანდატების შეწყვეტა, ანუ ფაქტობრივად თვითონ ამ პარლამენტის თეორიული ლეგიტიმაციის შანსიც კი ჩახსნეს, ხო? თვითონ ჩახსნეს რა. ანუ მათ გონებაში ხო შეიძლებოდა ეს ყოფილიყო რა, ჩვენ ამას არც ვიხილავდით, რა თქმა უნდა. რატო ხდება ეს? აი რა არის განმაპირობებელი იმის, რომ 8 კაცის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ერთი კანონი, რომელიც პარლამენტმა არ მიიღო პირდაპირ მთავრობის დადგენილებით ცვლილებები, რომელმაც დაამძიმა და სისხლის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობები შემოიტანა. შეტევა თქვენზე მედიაზე, აი ეს რაღაცა, აი ხა რაც მოვისმინეთ ნენსის შემთხვევაში, ხო, ეს არაადამიანური მოპყრობები, რატო ხდება ეს? აი კითხვა დავსვათ, რატო? აი რა არის ამის მიზეზი? ხო როგორ ფიქრობთ? აქ საკითხი რა არის? ჩვენ ვიმყოფებით სერიოზულ საინფორმაციო ომში. და რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ეგრეთ წოდებული ფლადინგის, ანუ დატბორვის ტაქტიკა, რომელსაც ისინი აკეთებენ. რა არის ამ ტაქტიკის მიზანი? პირველი, შეგვაშინონ ჩვენ და რამენაირად შეაჩერონ რღვევა, რომელიც არის ქართული ოცნების შიგნით და ეს ერთიანობა იქეთ ხარ შეინარჩუნონ. ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ხო რეალურად დიდ საინფორმაციო ომში ვართ ახლა, ხო, დიდ მანქანას ვებრძვით, რომელიც იქ არის. ანუ რა უნდათ, ნაკლები ადამიანი გამოვიდეს პროტესტზე, ჩვენ ვიწუწუნოთ და ვიტიროთ, ან კი არ ვიტიროთ, ახლა არასწორი ტერმინია, ხო, ვისაუბროთ დაკავებებზე, ვისაუბროთ მუდმივად იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომ აი კიდევ უფრო დამძიმდება კანონი, კიდევ უფრო მისი მიზანი რა არის? გაანეიტრალოს პოლიტიკოსები ან ციხით, ან პოლიტიკიდან გაწევით, ან ურთიერთდაპირისპირებით პოლიტიკურ ფლანგზე დატოვოს სახში დიდი პროტესტი, შინაგანი პროტესტის მქონე ადამიანები, შეაშინოს ამდაჭერები, ჯარიმები, გზაზე გადასვლა, ჯარიმა, ეხა 5000 ლარია, 15000 რაღაცაზე, ამდენ ჩვენს ყოველდღე სასამართლოში ვართ, ხო, ამ ადამიანების სოლიდარულები ვართ, მიხვდით, ეხა მზე ამაღლობელი საქმე საერთოდ წარმოუდგენელ არაადამიანობას ამჟღავნებენ, ხო? ჟურნალისტი, რომელიც მართლა ტყუილად დაკავებული და ცინიკური დამოკიდებულება მის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. და მეორე, რა აქვს მიზანი? არავინ გაუხდეს პარლამენტიდან, ხო? არც ერთმა დეპარტამენტის უფროსმაც კი არ იფიქროს, რომ ხო არ იშლება სისტემა და ხო არ არის დრო რომ გავემიჯნომი ამ სისტემას, მიხვდით? აი ეს არის რა რეალობაში ჩვენ ვართ. ამისთვის მათ რა მანქანა აქვს შექმნილი? ტელეკომპანიები, ხო? იმედი, რუსთავი 2, პოსტივი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელზეც დისკუსია მიდის ახლა, რა ვითომ საზოგადოებრივი მაუწყებელს ხალხი ამტკიცებს ახლა, რომ ობიექტურები სირცხვილია, ხო, სასაცილოა საერთოდ ამაზე ლაპარაკი. მეორე, პოლიტიკოსები, რომლებიც კლოუნებად არიან ქცეულები და ამ ტიპის უზრდელობა რომელი პოლიტიკოსებზე საუბრობ, პარლამენტის წევრები თვითონ თავის პარლამენტის წევრები კლოუნებად აქციეს. ამ ზღვრის, ამ სტანდარტის უზრდელობა სოფლიო მასშტაბით არც ერთ პოლიტიკას, არც ერთ ქვეყანას არ ახასიათებს, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ხო? კობახიძიდან დაწყებული და მე უკვე პატარ-პატარა ჭიჭი ისინი ვინც ყავთ, რა ქვია, ჭანჭიკები ვინც ყავთ, მათით გაგრძელებული, ხო? აი რაღაცა გამოვლენ და უცებ რაღაცა შეურაცხყოფელი სიტყვა სენატორზე, იქ რაღაცა ევროპარლამენტარზე, ბიჭო, მიხვდით, ანუ არაადეკვატურია, ხო, ეს ყველაფერი, მაგრამ ამას რატო აკეთებენ, რომ დღის წესრიგი იყოს მხოლოდ ამ სიგიჟეებზე, მიხვდით, სადაც შიშია, სადაც ჩვენ შეიძლება დავსუსტეთ რა და არ ვილაპარაკოთ მაგალითად, რომ ევროსაბჭომ ამხელა გადაწყვეტილება მიიღო, ხო და აქ მართლა ჩვენმა ერთიანმა მუშაობამ მოიტანა ეს, რომ პირდაპირ პირველად სამართლებრივ დოკუმენტში თქვა, რომ აპრილამდე არჩევნები უნდა დაინიშნოს და ეს თლიანად ევროკავშირისთვის, აი ხა რა დისკუსიებიც იქნება ხვალ, ზეგ, იქეთ კვირაში, განსაზღვრელი ფაქტორია ის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. არ ვისაუბროთ სანქციებზე, რომელიც უკვე არის, იქ მარტო ხა ევროკავშირის ასე ვთქვათ, მიმართულებით, ნახეთ საქართველოსთვის წესი მიდგომა შეცვალა ევროკავშირმა, რომ რადგან იქ უნგრეთი რაღაცას ბლოკავს, ინდივიდუალურად ქვეყნები იღებენ
გადაწყდა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, ველოდებით აუცილებლად მეც პოლონეთისგან, საფრანგეთისგან, სხვა ქვეყნებისგან, ბრიტანეთი, რომელიც ძალიან სერიოზულად და ყველა პარტიის კონსენსუსია, ხო, მე ვიყავი ლონდონში ჩასული, შემდგომ მქონდა შეხვედრა ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციურ დელეგაციას, პარტიების დელეგაციას ევროსაბჭოში, ბრიტანეთის დელეგაციასთან, თქვენ ნახეთ მათ გამოსვლებში შეგიძლიათ ნახოთ მათი პოზიცია, რომ ის მათთვის წითელი ხაზია, ესეთი მიდგომები, რასაც ამჟღავნებს. მიხვდით, ამ ყველაფერზე მსჯელობა მათ ასუსტებს, ხო? ანუ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ სანქცია მოდის, ასუსტებს მათ და ნახეთ, გუშინ დიპლომატებთან მქონდა შეხვედრა და ერთ-ერთმა დიპლომატმა კითხვა დამისვა, რომ გიორგი, იცით რა, აი თითქოს ჩვენ ხო ამ წნეხს ვახორციელებთ ქმედებებზე, გადავედით, მაგრამ ისინი გვიჩვენებენ, რომ საერთოდ არ აინტერესებს. მე ვიხარ, რომ მისი ტაქტიკა ეგ არის. აი ეს კითხვა სწორედ ის რეალობა, რაზეც ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხს ვერავისგან. მესმის რომ ეხლა დაწერილი გეგმა ბიძინას თავში როდის რა დაარტყამს, შეუძლებელია იყოს, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ რა მიიყვანს ამ კაცს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება? ჯერ კითხვა დავსვათ. კითხვა კი. გეუბნება რომ არ მადარდებს სანქციები, არ მადარდებს იზოლაცია, არ მაინტერესებს არაფერი. დაგიჭერ, დაგაჯარიმებ. ხო და ნახეთ, ეს სიგიჟეები, რასაც ახლა აკეთებს, კარგად ყოფნის გამო რო არ ხდება, ხო გვესმის? ანუ მის მხარეს არის სერიოზული პრობლემა, შიდა გუნდის პრობლემა აქვს, ხო? არ შეირყეს ვიღაცა, იქ პოლიციაში ვიღაცებს დაწერილია განცხადება, არ უშვებენ, ხო? ვიღაცა წუწუნებს სამზარეულოში ჯერ, ხო, რომ რაღაცა სიგიჟეში ვარ. დაწერილი განცხადებები პოლიციაში, მაგრამ არ აკმაყოფილებენ ამ განცხადებებს, ხო? რამდენია ბევრია ასობით არის ესეთი განცხადება, როგორც ვიცი და არ აკმაყოფილებენ. მარტივია, აი დაკავებულებს ვესაუბრებ, გუშინ გიორგი ქადაგიძეს ვესაუბრებოდი და მან თქვა, პოლიციაში სხვა ვითარება ინგა, როცა ის დუშეთში წაიყვანეს იმ ადამიანებს, საერთოდ არ უნდათ, რამენაირად გარეული იყვნენ ამ უბედურებაში ახლა რაც ხდება, არ უნდათ. ისინი კი ბატონო, მათ ყავთ 300-500 ადამიანი მაქსიმუმ, რომელიც უზრდელობს, რომელიც ფიზიკურად ძალადობს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, გამკეთებელი, მაგრამ არა მეტი. ეს თვითონაც იციან. მიხვდით, ჩვენსკენ გაცილებით დიდი ძალა. ეხლა მთავარი საკითხი, ამას რატო აკეთებს ამ ნაბიჯებს? იმიტომ რომ სუსტია, ის რომ ძლიერი იყოს, მას ეს არ დაჭირდებოდა, ხო? ასეთი თავხედობი, ასეთი ქმედებების, რომელიც ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ რამენაირად მე თქვენ ყველა დიპლომატებიც, უცხოელებიც, საზოგადოება დააფიქროს, რომ იქნება ეს კაცი მართლა უძლებელია, კაცო და მასზე არაფერი არ ჭრის, ჭრის ინგა, ყველაფერიც ჭრის და მუშაობს. ეხლა თავარი კითხვა თქვენაც დასვით. სად არის გამოსვლა? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილი საბოლოოდ დავასამაროთ ამ ქვეყანაში? ოპოზიციის როლი მაინტერესებს, გიორგი. ფიქრობთ, რომ ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზეა? ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე პირდაპირ გეუბნებით. ვიყავით სტრასბურგში, როცა ყველა ერთად ვიყავით. რა უნდა ქნას ოპოზიციამ? რა უნდა ქნას აკეთაფლავმა? უპირობო დიდი გაერთიანება უნდა ჩამოვაყალიბოთ. რომელიც იქნება. ახლა მე მოგიყვებით, რატო ვერ ხეხი? ეხლა აი უყურეთ ლელოც იგივეს ამბობს, იღან ბადრი ჯაფარიძეც საუბრობდა, რომ აუცილებელია ერთიანი პლატფორმა. ანუ ყველა ცალკე საუბრობთ, მაგრამ არ გამოდის ეს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. ნახევრად გულისხმობ, რომ აქ ერთიანი ვიყო და მე არჩევნებს თუ მივაღწია, იქ ცალ-ცალკე ვიყო ისე და მე ისე 400-ზე და 700-ზე დავიწყოთ მსჯელობა, არ გამოვა ეს. ვერ იქნება ეს სრულფასოვანი ერთიანობა. მე გეუბნებით, ჩემ მოდელს და თქვენს წინა გადაცემაში ვთქვი და მაშინ რაღაცა ის იყო, ხო, დამოკიდებულება, მაგრამ მე გეტყვით, ყველა პარტია ყველა პარტიები აღარ არსებობს ინგა მე ამას აქედან დავიწყებ. არსებობს ეხლა ინდივიდები, რომელსაც ვიღაცას აქვს მეტი სმენადობა, ვიღაცას ნაკლები, ხო? ყველა ერთად პარტიები აღარ არსებობს. ანუ პარტიები როგორც ასეთი ამნაირ ბრძოლაში, ჩემი აზრით, როგორც არის ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა, რომელსაც დიქტატურის დამყარება უნდა, იქ პარტიებზე საუბარი არ მგონია, რომ ცალ-ცალკე პარტიებზე საუბარი. პოლიტიკაზე არა. არა, პოლიტიკაზე არა. პარტია, აი, როგორ შეიძლება ეხლა რომ მე ვთქვა, რომ მაგალითად სტრატეგია აღმაშენებლის ეხლა სტრატეგია არის, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არა, მე ამის არ მჯერა და ვერ მოგატყუებთ. მე მჯერა მარტო სრული ერთიანობის. რას გულისხმობ ამაში? ყველა პარტიის წარმომადგენელი თუ პარტია ერთად დამჯდარი სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც სამწუხაროდ ერთი თვეა მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია რა, დეკემბრის ბოლოს. გინდათ და არ გამოდის კონტაქტზე. მქონდა კიდეც მის ასე ვთქვათ გარემოცვასთან საუბარი. მე არ ვიტყვი ხა საერთოდ ჩეთიც გვაქვს აგერ სუ მუდმივად. რა ჩეთი გაქვთ ვისთან? არა, ამბობ ასე ვთქვათ პარტიებს რა. ყველა პარტიას. ამ ბარიერ გადალახულობად ვიწერები, ხახნო შევიკრიბოთ, დავჯდეთ
ვუპასუხოთ, უნდა ვიმუშაოთ. ისი არ გამოვა, ინგა. სინერი ადამიანებმა აზრი ხო უნდა გაცვალოთ ერთმანეთში. მე ჩემთვის ფიქრობ, შენთვის ფიქრობ, მე რაღაცა ვითომ გინდა, მე არ გინდა. ახლა გახარიასთან რო არ გამოდის ღრმა თანამშრომლობა, ეს შემდგარი ფაქტია. არ უნდა ამ კაცს რა გავაკეთოთ? საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, სწორია თუ მთხუანე, ჩემი აზრით, არასწორია მისი პოზიცია. როცა ამბობ, რომ რუსეთსებძვი, როცა ამბობ, რომ დიქტატურასებძვი, როცა ამბობ, რომ ძალმომრეობით სისტემასებძვი, კოლოსალურ ფინანსურ რესურსებძვი, რა დროს იმაზეა ლაპარაკი, ადრე ვინ სად იყო? ყველა პარტიაში არის ადამიანი 1, 2, 3, 5, რომელიც როდესღაც ან ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ან ქართულ ოცნებაში იყო. და ამაზე წამოძახებები დავიწყოთ, ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა. გიორგი, ამ ჩატში რომ წერთ, რომ ხალხო სათხართ შევიკრიბოთ, ვინ არ რეაგირებს, ვინ არ მოდის ამ მე ხა ინდივიდუალურად სახელებს და გვარებს არა, ძალა რომელი პოლიტიკური ძალა არის, როგორც დაბრკოლება. ვერ ვხედავ დიდი ნაწილისგან, დიდ ასე ვთქვათ, სურვილს, რომ რაღაცნაირად გადავლახოთ ეს ბარიერები. კი, შეიძლება არის რაღაცა კითხვა მაქვს მე ვინმესთან, რაღაცა დობის, რაღაცა კომპონენტები ყოველთვის არსებობს. მიხდით, ან რაღაც გავიარეთ პერსონალურად მე და თქვენ ეხა ინგა და რაღაცაში ეხა შეიძლება მე ან არ გეთანხმები, ან შენ არ მეთანხმები, ან სადღაც რაღაცა თქვი ჩემზე, ან მე ვთქვი, ეს უნდა გადავლახოთ ხალხო. ეს თუ არ გადავლახეთ ჩვენ ამ მოკლე ვადაში ჩვენ ვერ დავამარცხებთ იქეთ ამ ხარეს. იმიტომ რომ ისინი სარგებლობენ ამით, მე გეუბნევით. აი რა არის გასაკეთებელი? სასწრაფოდ სალომე ზურაბიშვილმა თქვენი ეთერი თუ ამბობ პირდაპირ რა. უნდა თქვას რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ, არა ის რომ ახალი პარტიები გააკეთეთ, იმან რა ახალი პარტია? ვის ახალი? ოღონდ ვინმე ახალი პარტია გააკეთოს და ამ სიტუაციაში შეცვალოს, მე მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები, ვინგა, მაგრამ არ გამოვა ეს, მიხვდით? გამოვა მხოლოდ ტოტალური ერთიანობა. ამის უკვე შეეშინდება იქეთ ამ ხარეს. აბა მითხარით ახლა ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილი რო წავიდა, სრულიად ჩვენი ერთიანი დელეგაცია რო ყოფილიყო, იქ გაცილებით ძლიერი იქნებოდა ეს ვიზიტი. ბრიუსელში არ ვიცი. რომ წავიდა თქვენი ერთიანობის მე გეტყვით კაცო იქეთ მე მაგალითად ჩავედი სულ 2 დღით, არც ერთი ჩვენმა პარტნიორებმა ისედაც იციან რომ თქვენგან ლეგიტიმაცია აქვს ნახეთ ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს რომელზეც ვამბობთ რომ ეს არჩევნები მოიგო და როცა ყველას ერთად ხედავენ აბსოლუტურად სხვა ძალა აქვს და ეს ჩვენ სტრასბურგში ვაჩვენეთ ახლა ბრიუსელში ერთი წუთი დაიბე ბრიუსელში მომავალ კვირაში არის უზარმაზარი განხილვები ჩემი აზრით თუ გვინდა ჩვენ რომ დაჩქარდეს მოქმედებები იქედან სალომე ზურაბიშვილიც უნდა წავიდეს და ყველა ერთად უნდა ჩავიდეთ და ამას გთხოვენ ყველა შეხვედრაზე. ამბობენ, გავიგეთ ჩვენი ნაბიჯი, თქვენ რატო ვერ ხედავთ აი ესე შეკრულს, მივაღწიეთ იმას და საგარეო ჯგუფი მართლამაგრად მუშაობს, დიდი მადლობა ამ პარტიების საგარეო ჯგუფის ყველა წარმომადგენლ, ერთობლივი წერილები, ერთობლივი ინფორმაციები, ხო, ევროსა ჯერ დაიწყო იმით, რომ მაგალითად ეუთოს პრეზიდენტი რო არ ჩამოვიდა, ხო, მანას თქვა, რომ ეს ერთობლივი წერილი, ერთობლივი მუშაობა აგეს სტრასბურგში, რომ ყველა სტრასბურგისში წარმომადგენლება, ყველა ეროვნული პარლამენტის მიიღო ჩვენგან დასაბუთებული ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოში ინდივიდუალური შეხვედრებაში, მაგრამ ახლა ეს საჭიროა ქვეყნის შიგნით რუსთაველზე რო ხალხია, აიხლაც დგას იქ და ყოველდღე ვარ იქ. ყველა რომ რას მეუბნება ინგა, იცით? როდის დაგინახავთ ერთად? როდის ვნახავთ ერთად? ეს ერთობა რატო არის, იცით, მნიშვნელოვანი? ერთიანობა არის ძალა რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ძლიერები ვართ, ვიდრე მხოლოდ დეზინფორმაციაზე, დიდძალ ფულზე და 500 ასე ვთქვათ, მოროდიორზე დაფუძნებული იქეთა პოლიტიკური ძალა. დავაზუსტომინდა, ანუ თქვენ ცდილობთ ეკონტაქტოთ სალომე ზურაბიშვილს და მისგან არ არის რეაქცია, არ გეკონტაქტებათ, არ გამოდის კონტაქტზე. არანაირი ინიცე ბოლო შეხვედრა, გეტყვით. კოალიციას თქვენსას თუ პირადად თქვენ? არა, არც სხვებს არ ქონიათ შეხვედრა, აი გუშინ რო იყო ერთი შეხვედრა, არც ნეტა იყოს სხვებთან. ინგა, მე რო ვიყო პრობლემა ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, გავიწეოდი და ვიტყოდი, რომ მიდით თქვენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ემოციურად ყველაფერი გადახარშული მაქვს. აქ პირად ამბიციებზე საუბრის დრო არ არის ხალხო რა.
აი თუ ვინმე იტყვის რომ გიორგი ვაშაძე შენა მაგიდაზე არ დაჭდე და ერთიანობა გამოვა მე მოვალ თქვენთან ერთ-ერთში და ვიტყვი მე გიორგი ვაშაძე არ ვჯდები ამ მაგიდაზე და ვიქნები აგერ ინტერნეტით ვიმუშავებ ჩემი მექანიზმით ვიმუშავებ რომ ეს ძალა ასე უნდა მივუდგეთ მე მზად ვარ ყველას ხელი ჩამოვართვა მიხვდით ვინც კი ამ თანამებრძოლი იქნება ვინც კი მეიმედება პოლიტიკური ლიდერებია საერთოდ შეხვედრა არ ქონია მათთან მიხვდით გახარიასთან თანამშრომლობაზე ვსაუბრობ ფიზიკურად არ შევხვედრივართ ამ კაცს გესმის სხვები ვინ არიან ეგეთი ვისაც არ შეხვედრი ხარ არა სხვები არა ეხა დანარჩენ იმ პარტიასთან ამიტომაც ვამბობ რომ იმან აირჩია თავისი გზა გასაგებია მაგრამ ერთიანობაზე ვეტოს დადების უფლება და შესაძლებლობა არავის არ უნდა მივცეთ ჩვენ საუბრობდა ამ ახალ აუცილებელ პლატფორმაზე იგივე ლელოს ინიციატივა იყო რომელსაც სავარაუდოდ შესაძლებელია უსურათოა გამორიცხული რომ სალომე ზურაბიშვილი ანუ რაღაც ალტერნატიული პლატფორმა პარლამენტის ალტერნატიული უფრო მეც გეტყვით ამაზე არის დისკუსია ამაზეც რომ აი ეს ერთიანი პლატფორმა მე არჩევნებს ვაღწევთ ერთად აი ორი სცენარი გვაქვს ხო ერთი სცენარია რომ ბიძინა ივანიშვილი გარბის ქვეყნიდან და მაშინ არჩევნებს ჩავატარებ და თუ გინდა 7 პარტია ვიყოთ მართლა არ დავეძებ რა და თუ გინდა საერთოდ არ დავარეგისტრირებ ჩემ პარტიას არჩევნებში ოღონდ ეს კაცი მოვიშოროთ რა და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ ხო ეხლა მეორე სცენარი არის რომ ვაღწევთ ამ წნეხით იმას რომ ინიშნება არჩევნები აპრილამდე და ну რაღაცა კუთხით ივანიშვილი ინარჩუნებს ძალაუფლებას რაღაც გამოტაცეთ იქ პირობებში გვაქვს ჩვენ ხო მაგრამ ეხლა ყველა პირობას მივაღწევთ თუ არა ხო ბევრი კომპონენტია ხო გაწერილი კი ბატონო და მე რა ვქნათ ინგა ამის მერე ისე ვთქვათ გამოსტაცეთ არჩევნების თარიღი და ისევ დისკუსია დავიწყოთ რომ 3-სიათ 4-სიათ 7-სიათ ხალხი რომელიც რუსთაველზე დგას რა სიტყვის აი გეკითხებით რა სიტყვის და ეს დღემდე უნდა დღესვე უნდა ჩამოყალიბდეს ეს დღესვე უნდა ვთქვათ რომ არჩევნებამდეც ერთად მივდივართ არჩევნების და არჩევნებზეც ერთად გავდივართ კიდე ერთხელ ვამბობ ხას უსვავ ხმამაღლა ვამბობ თუ ვინმესთვის მე ვარ ბარიერი მზად ვარ რომ გავიწიო მიხვდით არა მაქვს პრობლემა ოღონდ ეს ადამიანი და ეს რეჟიმი მოვაშოროთ რაც შეიძლება სწრაფად ეხლა უფრო მეტიც თანამედროვე გლობალურ სამყაროში იმდენი რამ ხდება ეხლა ტრამპის პრეზიდენტობის შემდგომ აქსელერაცია დაჩქარება მოხდა გადაწყვეტილებების აგერ ახალი შეთანხმება ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ისრაელთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოზე იქ საუბარი პუტინს ეგონა რომ ტრამპი მისიანი იქნებოდა რაღაცა ეს ნახეთ აქაური დეზინფორმაციის მანქანა ხო რუსულ ნარატივზე ზის ანუ ჯერ ისინი აყალიბებენ მიხვდით და მე აგრძელებს ტელეკომპანია იმედი და ეს რაღაცა ეს რო აქვს ეხა პოდკასტები გაკეთებული სიგიჟეებს ნახეთ რა გამოვიდა ტრამპი რა თქვა და აი ამას ჩვენ ხო არსად არ ვარჩევთ ინგა არსად არ ვარჩევთ რომ კაცმა გამოვიდა თქვა პირველი რა მიუჩინა თავისი ადგილი სავარაუდო მოლაპარაკებაზე დამჯდომ პუტინს და უთხრა შენ მე მელაპარაკები სუსტის პოზიციიდან შენი ეკონომიკა სუსტია შენ არაფერი ძლავრი არ აგაქვს რომ მე როგორც ზე სახელმწიფოს ხო დამელაპარაკო თანაბარ დონეზე ამიტომ რომ მოხვალ ჩემი პირობები უნდა მიიღო და არა შენი პირობები დამიყენო ორი დღე იყო ჩუმად პუტინი ორი დღე იყო ჩუმად დაამატა ამას ტრამპმა რომ აგერ ნავთობის ფასი, აგერ გადასახადები, სანქციების უამრავი რამე მაქვს რა. მეორე მხრივ ზელენსკისაც უთხრა, სამშვიდობა ხო უნდა ზელენსკის, აქაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ორ დღეში პუტინი გამოვიდა და ქებადიდება დაიწყო ტრამპიო კაცო. ოღონდ იმ პირობებში, როცა მთელი მისი დეზინფორმაციის მანქანა ორი დღის მანძილზე ტრამპის გინებაზე გადაერთო, მიხვდით? იგივე ნარატივებს აგრძელებს ქართული ოცნება და აი ამ დიდ მოლაპარაკებებში, აი მე გეკითხებით. ამ დიდ მოლაპარაკებებში ვინ წარმოადგენს საქართველოს? საქართველოს საერთოდ აღარ კონტაქტს. არა, ნახეთ. საქართველო უნდა წარმოადგინოს იმ ერთიანობას. იმ ერთიანობამ უნდა წარმოადგინოს, რომელსაც იმედი მაქვს ჩვენ შევქმნით. სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად და არა მარტო პოლიტიკური, კაცო, რატო? აგერ ქუჩაში ძალიან საინტერესო ადამიანებია, ჯგუფების ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ყველა ერთად ხალხნო და ახლა იმასაც ვიტყვი, ინგა, ამ რეალობაში იმის რა ქვია, შემოტანა ნარატივის, რომ ნაცკოცები რაღაც ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ
იმათი ნარატივის, მტრის ნარატივის გაგრძელებაა. იმიტომ რომ მარტო მას უწყობს ხელს. მიხვდით? იმიტომ რომ ჩვენ ხო თანხმდებით რომ პირველად 90 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ დავდექით ღიად პრორუსული, ღიად რუსული რეჟიმის საფრთხის წინაშე, რომელიც იზოლაციის საფრთხეა, რომელიც ნიშნავს საქართველოს, აი, სხვა შორის ერთ საინტერესო ისტორიკოს უსმენდი რა და საქართველოს ბევრჯერა გავლილი ეს ცივილიზაციური არჩევანი, ცივილიზაციურ არჩევანს ნიშნავს. სად ვიქნებით შემდგომ პერიოდში. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს არის უსწრაფესად გასაკეთებელი. მე სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, ინგა რომ თქვენთან რომ მოვდიოდი, მე ვიცოდი რომ ერთიანი ეთერი უნდა ყოფილიყო. და მე გთავაზობთ აგერ პირდაპირ ეთერში ამ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ერთად დაუძახოთ მაყურებელს რომ უთხარაზე საუბრობს ხა გიორგი ვაშაძე ხეს გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთიანი ეთერი, მაგრამ ვერ გამოვიდა ეს ეთერი. ის იმასთან არ დაჯდება, ეს ამასთან არ დაჯდება და ეთერი უბრალოდ ვერ შედგა, ამიტომ გვიწევს ესე ცალ-ცალკე საუბარი. ხო ჩვენ ხო ვიცით ვინ არის ის პოლიტიკური ასე ვთქვათ, ლიდერები, რომელსაც რაღაც სიტყვა ეთქმის თითოეულ კოალიციაში, ხო? ყველას დაუძახეთ და ვინც მოვა, ესე იგი ის არის ერთიანობისკენ, ვინც ვერ მოვა და არ მოვა, მას რაღაცა აჩერებს. ძალიან მარტივია, ხო? აი ესე გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა რატომ საუბრობ ამაზე ღიად? არ მისაუბრია ასე ღიად, იმიტომ რომ ბევრმა იცის, რომ უამრავი ნერვი და აი რა ვიცი, ინდივიდუალური შეხვედრები, მიწერები, შენიჭირიმე, შენგენასო, ჩემი აზრით ეხა საზოგადოების მთავარი, კიდე რა უნდა ვთხოვოთ საზოგადოებას, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ, სამიზნე უნდა იყოს აქეთ ფლანგზე ერთიანობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, როცა ის საინფორმაციო ომის შეტევას დაიწყებს, ჩვენ მზად ვიქნებით და თქვენთან ერთად ამ საინფორმაციო ომსაც გადავტეხავთ. ახლა ბოლო ერთი კვირაა, პირველად ისინი საინფორმაციო ომში გვიგებენ, იმიტომ რომ ჩვენი დატაბორვა მოახდინეს ამ 1000 სიგიჟით, რაც გაისროლეს ერთად. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო სტრატეგია, ომის ტაქტიკა, საინფორმაციო ომის, რომ დაგდგუნოს, გააძლიეროს თავისი. ჩვენ რა უნდა ვქნათ, გავაძლიეროთ ჩვენებით, დავდგუნოთ ისინი. არა და ჩვენსკენ მეტია სიძლიერე. მიხვდით, ხალხი მეტია ჩვენსკენ. ჩვენ მეტნი ვართ. მთელი დასავლეთი მხარს გვიჭერს, ცივილიზებული სამყარო და მართლა ვინმეს გონია ეხლა, რომ ეს ვიღაც ივანიშვილი გაუძლებს ამერიკის, ევროპის და რა თავარია ქართული ხალხის წნევს ძალიან ცდება. ერთადერთი რითიც სარგებლობს ერთიანობის არარსეობით. და ეგ არის გამოსავალი ჩემი. მადლობა გიორგი, ეხა ისეთი კითხვა უნდა დაგისვათ, რაც როგორც წესი, როცა ოჯახურ და ნათესაურ თემებს ეხება ხოლმე, მე არ მიყვარს ამ კითხვების დასმა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაგისვათ. წაიკითხავდით ალბათ სტატიას იაპონურ მედიაში გავრცელებული ცნობა საქართველოს ელჩის შესახებ იაპონიაში თემურ ლეჟავას, რომელიც თქვენი ოჯახის წიაღის წარმომადგენელია და უტა ივანიშვილის შეხვედრაზე, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ ლეჟავამ მას გადასცა ჩანთით რაღაც და უთხრა რომ კონდეს გამოგადგება. რა კომენტარს გააკეთებდით თქვენი აზრით რა იდო ამ ჩანთაში? არა, მე არ ვიცი ხა რა იდო და როგორ იდო ამას არ დავიწყებ, მაგრამ თავარი ამ შინაარშიც ის არის, რომ იაპონია იქნება, სამხრეთ აფრიკა იქნება თუ ნებისმიერი ქვეყანა, ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისგებლობას ვერცეთ ქვეყანაში. იაპონიაშიც ყველა ეს პროცესი არის დიდი დაკვირვების ქვეშ. ეს არის მთავარი აქ რაც არის. ამიტომ ივანიშვილსაც ვეუბნები თქვენი ეთერით და ყველას ვეუბნები, რაც მალე დათმობთ იმას, რომ ქვეყანა გადააბაროთ ისევ უკან ხალხს, მით მალე დააღწევთ თქვენ თვითონ პრობლემებს. უხერხულობას გიქმნით ხოლმე ნათესაური კავშირები. ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს თვითონ თავის არჩევანს, ხო და ეხა საქართველოს პატარაა რა და ნათესაური ბევრია. თქვენი კაცი ხართ და გაქვთ ალბათ პასუხი თქვენი აზრით რა იდო იმ ჩანთაში? არა, არ ვიცი ხა ნამდვილად ვერ დავიწყებ მაგის სპეკულაციას რა იდო იმ ჩანთაში. მე დარწმუნებული ვარ მოვადრო და ყველაფერს გაიგებს. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა.